პირველი payout-ი არასდროს არ უნდა იყოს მოგება. როცა შენ გადადიხარ შენ challenge, შენ ვერიფიკაციას და იღებ live account-ს, შენი პირველი მიზანი უნდა იყოს და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს თავიდან, რომ გააკეთო მინიმალური მოგება და გააკეთო ამ მინიმალური მოგების payout-ი. იმიტომ რომ როცა შენ აკეთებ პირველ payout challenge-ის ყიდვის შემდეგ, მაგ შემთხვევაში შენ გეძლევა ის თანხა უკან, რა თანხაც გადაიხადე შენ ამ challenge-ებში. ეს არის უბრალოდ risk management-ი. ეს არის ის golden წესი, ის ოქროს წესი, რომელიც აუცილებლად ყოველთვის უნდა გახსოვდეს და უნდა ეზრუნო იმაზე, რომ შენი რისკები შეამცრო. ანუ ეს პირველი payout-ი, აი აქაც ხედავთ, რომ მე მაქვს 11 ნოემბერს 2 აკაუნტიდან payout-ი გაკეთებული და 14 ნოემბერსაც 1 payout-ი მაქვს გაკეთებული შემდეგი აკაუნტიდან. ანუ ესენი არ არის მოგება მეგობრებო, ეს არის უბრალოდ risk management, იმიტომ რომ მე ამ payout-ით, რა თქმა უნდა, ეს payout-ებიც დამერიცხა და ასევე დამერიცხა ის თანხა, რაც მე გადავიხადე ამ სამ აკაუნტში. ამ თანხით ახლა მე შემიძლია დავამატო აკაუნტები და ჩემი სავაჭრო კაპიტალი გავზარდო, ან უბრალოდ შევინახო და გამოვიყენო სხვა ინვესტიციებში. ამიტომ დავიმახსოვროთ ის, რომ პირველი payout-ი არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს მოგება. პირველი payout-ი უნდა იყოს უბრალოდ risk management. და ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ როცა შენ ფიქრობ risk management-ზე, როცა შენ ფიქრობ შენ კაპიტალის დაცვაზე, ფული შემდეგ თვითონ თავისით მოდის.